რა უნდა იყოს ახალი თაობის მთავარი ორიენტირი იმ ეპოქაში, როდესაც მსოფლიოში ტრადიციულ და ლიბერალურ ფასეულობებს შორის დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება. როგორ უნდა აღიზარდოს მომავალი თაობა ისე, რომ თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავებისას არ დაკარგოს საკუთარი იდენტობა, სულიერი საყრდენი და ეროვნული თვითშეგნება. უფრო მეტს ამის შესახებ საბახვიჩია ისაუბრებს. მე გიორგი ვარმახულარია, 15 წლის 32 საჯარო სკოლის მოსწავლე. ბევრი რაღაცა იყო ახლა ესეთი ჩემს ცხოვრებაში კითხვის ნიშნის ქვეშ და ამ კითხვებს პასუხი გაეცა. მოზარდობა. გარდამავალი პერიოდი ბავშვობიდან ზრდასრულობამდე, როდესაც იწყებ ფიქრს საკუთარ მომავალზე, მიზნებსა და იდეალებზე. ყოველდღიურად გიჩნდება მეტი კითხვა საკუთარ თავზე, ადამიანებზე, სიმართლეზე, არჩევანზე, თავისუფლებაზე. პასუხებს ეძებ ოჯახსა და სკოლაში. გიორგისთვის კი პიროვნული განვითარების ამ გზაზე კიდევ ერთი სივრცე გამოჩნდა, ღირებულებითი განათლების კლუბი. პირველი ორი გაკვეთილის შემდეგ უკვე მე თვითონ ველოდი როდის მოვიდოდა 4 შაბათი და როდის ჩაგვიტარდებოდა ეს გაკვეთილი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო იყო. ერთი გაკვეთილი იყო სიმართლის სიყვარული. და ეს ყოველთვის ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი. დიდი შინაარსი დევს რა, რომ სიმართლის თქვის შემთხვევაში ნდობაც უჩნდება ადამიანს შენში და უფრო თავისუფალი ხარ, როცა სიმართლეს იძახი. ღირებულებები, რომელიც გარდატეხის ასაკში ყალიბდება, მაშინ, როდესაც მოზარდის საკუთარი იდენტობის ძიებაშია, შემდეგში ადამიანის ცხოვრების საყრდენი ხდება. დედა ამბობს, რომ ღირებულებითი განათლების კლუბი გიორგის სწორედ ამაში ეხმარება. ჩემთვის როგორც გარდატეხის ასაკში მყოფი ბიჭების დედისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სკოლის სივრცეში ისეთ თემებზე საუბარი, როგორიც არის სამართლიანობა, ემპათია, ერთმანეთზე ზრუნვა, პატრიოტიზმი, რელიგია, რადგან ეს დისკუსიები, რაც ღირებულებითი განათლების კლუბში მიმდინარეობს, ვფიქრობ, რომ მათ ხელს შეუწყობს ჯანსაღი აზრის ჩამოყალიბებაში, კრიტიკული აზროვნების თავისუფლად გამოხატვაში. ღირებულებითი განათლების კლუბის წევრები კვირაში ერთხელ გაკვეთილების შემდეგ იკრიბებიან. მონაწილეობა ნებაყოფლობითია. თბილისის 32 საჯარო სკოლის დირექტორისთვის კლუბის ერთ-ერთი მთავარი შედეგი საერთო ღირებულებებით გაერთიანებული ახალი თაობაა. როდესაც საგაკვეთილო პროცესიდან ბავშვი უკვე თავისუფალია, გარკვეულ რუტინას ცილდება, სხდებიან ერთად, საუბრობენ მოძღვართან ერთად. ისინი უფრო გახსნილები არიან, უფრო თავისუფლები არიან და უფრო კარგად შეიცნობენ ერთმანეთს და ლოგიკურია შეიცნობენ იმ ღირებულებებს, რაც არის სიყვარული, არის თავისუფლება და არის შეცდომის აღიარება. ბევრი საერთო თეზისი დაამუშავეს ერთად, იმ სჯერლეს, რა ჯობია, როგორ ჯობია. უფრო მეტი თბილისის შემოგარენში ექსკურსიები დაგეგმეს. ერთად წავიდნენ შემდეგ სხვადასხვა სპექტაკლებზე. ღირებულებითი განათლების პროგრამაში 151 სკოლის 4375 მოსწავლეა ჩართული. მათთან მუშაობისთვის გადამზადება 229-მა სასულიერო პირმა გაიარა. მოსწავლეებთან საუბრობენ რწმენაზე, სიკეთეზე, სიმართლის თქმაზე, პასუხისმგებლობაზე, სხვისი მოსმენისა და საერთო ენის გამონახვის უნარზე. როგორც დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი აღნიშნავს, ამ საუბრისას მიღებული შთაბეჭდილებები ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება. რა გვახარებს ჩვენ ამ პროცესში, რომ თვითონ მოსწავლეები დიდი ხალისით ერთვებიან ამ შემეცნების პროცესში. მეორე მხრივ მშობლები, რომლებიც ძალიან იმედიანად არიან განწყობილები და სასულიერო პირები, რომლებიც მუდმივად შრომობენ, რომ ხარისხი ამ ურთიერთობისა და ამ შეხვედრებისა საკმაოდ კარგი იყოს და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო გაიზარდოს. ბავშვებისთვის არის საოცარი ინსპირაცია, რომ პატარა საქმიდან იწყება დიდი საქმე, რომ საკუთარი ოთახის დალაგებიდან იწყება დიდი ამბები და დიდი საქმეები, შეიძლება თუნდაც სახელმწიფოს დალაგება და სახელმწიფოს მოწესრიგება. ღირებულებითი განათლების პროგრამის განვითარება 2023 წელს დაიწყო. ის საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტია. მინისტრის განმარტებით პროგრამის საფუძველი ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალ დოკუმენტში ჩაიდო, სადაც ცოდნასთან ერთად განსაკუთრებული ადგილი ენიჭება სკოლის აღმზრდელობით ფუნქციას. იღებენ ცოდნასა და განათლებას
ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის სამშობლოს სიყვარული, პატრიოტული სულისკვეთება, მოყვასის გვერდში დგომა და თანადგომა, ოჯახური ტრადიციები, უფროსის პატივისცემა, ყველა ის ღირებულებითი კომპონენტები, რომლითაც ჩვენ აღვიძარდეთ, ჩვენი შვილები გვინდა რომ აღიზარდონ და რომელიც უნიშნელოვანესია იმ კუთხით, რაც საქართველოსთან, ქართულთან არის და ჩვენს იდენტობასთან არის დაკავშირებული. პროგრამა დაიწყო ჩვენი უსაყვარლესი აც განსვენებული პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და პირველივე დღიდან პატრიარქის დავალებით მაშინ მისმა თანამოსახდრემ, ახლა კი უკვე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ ის ჩაუდგა პირადად სათავეში ამ პროექტს და ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მის განხორციელებას, რამე თუ ეს ჩვენი მომავალი თაობის ჯანსაღი აღზრდის საწინდარია. ღირებულებითი განათლების პროგრამები ფართოდ არის აპრობირებული ევროპულ ქვეყნებში. ისინი მოწოდებული არიან, რომ მოსწავლეებს შეექმნათ მყარი ეთიკური და მორალური ბაზა იმისათვის, რომ შემდგომში საზოგადოებაში ამ ფასეულობებით იხელმძღვანელონ. ჩვენი კულტურა ღრმად არის დაკავშირებული ქრისტიანულ ფასეულობებთან. ჩვენ მოსწავლეებს ვცდილობთ ვასწავლოთ, წაიკითხონ ქრისტიანული სწავლებები და მარცვლები ხელოვნებაში, ლიტერატურასა და მეცნიერებაში და ამას ეუფლებიან სწორად მათი გემოვნება ყალიბდება აქ და ესა თუ ის საკამათო საკითხი, რომელიც ყოფიერებაში ხდებათ, მათ უკვე აღარ უჭირთ განსაზღვრონ და შეაფასონ ეს ქრისტიანული თვალსაზრისით. პროექტი ფარავს მთელს საქართველოს, მათ შორის დროებით ოკუპირებულ აფხაზეთს, სადაც 8 კლუბი ფუნქციონირებს ონლაინ. პროგრამის ფარგლებში სულ 15 ონლაინ კლუბია, აქედან 7 დიასპორებისთვის. როგორც განათლების მინისტრი ამბობს, ღირებულებით განათლებაზე მოთხოვნა დიდია და 2026 წლის ბოლოს კლუბების რიცხვი 350-მდე გაიზრდება.